მოგესალმებით საზოგადოებას, მშვიდობა თქვენს ოჯახებში, სიკეთე და გახარება. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ღორის ხორცისგან, კარტოფილისგან, სოკოსგან და სხვა ბოსტნეულებისგან ერთ-ერთი უგემრიელესი კერძი. გთხოვთ შეგხვედოთ და დაგვაკვირდეთ. დავიწყოთ ხორცის დამუშავება. მეგობრებო, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ხორცს მე მხოლოდ ვუკეთებ ამ შემთხვევაში, ძირითადად ამ შემთხვევაში, მხოლოდ მარილს. იმიტომ რომ 1000-ნაირი პრეპარატები, 1000-ნაირი სანელებლები ხორცს თავის გემოს არ თმევს. და ამიტომ მე ვცდილობ, რომ მაგი არ გავაკეთო და დავაყარო მხოლოდ მარილი. ვატრიალებთ. ნამჩივა. სულმო, შენ შეჭამბო. არ არის პრობლემა, ჩემო კარგო. მარილი მუდაგენანება დავაყარებ. დედა, მოდი ეგ გასინჩე. მოდი ხა. რა ვაწყობთ? თამაში. მე დავკავათე. ორი შეწამო. ჭრით კარაქს. მამა გაგიტოვებ. მამა გაგიტოვებ. ნოდი. მამა შეფთოჩად. და ძანგინმეგა. როზმარინი. მამა. მიცა. მამა. არ მინდა მარა. და კოწახური. მოდი ბაბას უყოლოთ. ნაფილო. ხოჭი ბაბას. რა? აბიოჭი. იოი ვაი მე რაცანია. იოი რაცანია. ეს არა მწალე. ეგ? მე ბაბა. სტაპიდალა. ბაბა მწალია. არა. ჩავადგათ პომპეოს ღუმელში.
ღუმელში ჩვენი კერძი გამოცხობა დაახლოებით საათში რა, 1:50 წუთი საათი. ანახება როგორ მიიყვანე? ეცოდა აჰა, ანუ თევზი მიიყვანე კატასთან? მე რო შეჭამოს? შეწამოდა. აი ეცოდება? მიხსარი მარილები არის. ეს? ვიცი რა. ვისურვებ ფოტოს. შენთან ირას. და ნახეთებს. ვაკეთებთ. სამა ვაკეთებთ. მამაც მამალი შემოვიდა. სოლომონ, არ გინდა ესეთი გავუშვი. დავიდა. გავწევთ კარტოფილი. გრძელ მაჭრებად. ჩავაკრათ მოსახარშად. მამა, ჩვენ საფეთქებს ავავთოვეთ. გავამზადოთ სოკო. ამისათვის წინასწარ უნდა შეიბრაცოს, შეიცვას ხახვი. ბაბა, რა გიგები? კი. ეტიალა. ნაგაკი კლას ქეხი. ბაბა, ის მოყარა სინატო. იმების რაღაც მოდილების. ой, მე ხალები აგდება ლინა. არ უყურო. როცა კარტოფილი მოიხარშა, ძილდალა. გავუკეთოთ პეპასები. მე ვიზამ, მე. ბაბა, მე ვიზამ. ხა. დავი. კარტოფილი 1-20 წუთით შევდგათ ღუმელში. ხახვი შეიწვა ტაფაში და დავამატოთ სოკო.
დაჭრილი სოგო ჩაუყარეთ ტაფაში ხალხთან ერთად. აისკრიმ. ის უნდა აისკრიმ. გავიდა დაახლოებით 50-60 წუთი და გამოვიღოთ ჩვენი კერძი. კარგად უნდა ბროჩი. კარგად არის გამომცხვარი. აბა კერძი მზად არის. მობრძანდით, დაბრძანდით და მირთვით გემრიელად. აი ნატურმორტიც გამოვიდა. ამ კერძს აუცილებლად მოუხდება წითელი ღვინო. ბატონო, ეს ჩვენი ოჯახის დაწურული წითელი ღვინო გახლავთ, საფერავი. ყალი მინდა. ყალი თუ ღვინო? ყალი. მე მინდა ღვინო. ერთი. მეც დამისხამდი. აბა გავმარჯოს ჩვენ მაწია საქართველოს. იდიდოს და იბედნიეროს, იჯამრთელოს მუდამ. ამენა, გაიხარეთ. ყველა ოჯახი მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი. საქართველოს მოქალაქე. კარგად გზავდებოდეთ. ხოჩამ ბხარიდ. მოიცა ორი თეთრი გინდა? Thank you.